ივნისი ბავშვთა დაცვის დღე. იყო ტაში-ტუში რაღაცა განცხადებები, თუმცა რეალურად როგორ ხვდებით და როგორ ხვდებიან ბავშვები ამ დღეს საქართველოში. იმაზე აღარ დავიწყებ ლაპარაკს, რომ ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი ბავშვია და შიმშილობს. ოღონდ ამ შიმშილობაში არ გიგულისხმება, რომ საერთოდ არ ჭამენ. მაგალითად, პურზე და ყველზე რო არიან, ან პურზე და კარაქზე, რომელიც რეალურად არის სპრედი, მარგარინი, ეგ არ არის სრულფასოვანი კვება, მოდი ვთქვათ. მაგას რო თავი გავანებოთ, ისეთი ბულინგია სკოლებში, ქურდული მენტალიტეტი, ქურდული ლოზუნგებით გამოდიან ბავშვები სკოლებიდან, ვარსკვლავებით ტორტებს აკეთებენ და ესე აღნიშნავენ დღესასწაულებს. მოკლედ, სკოლა უკაცრავად ციხეს და ზონას დაემსგავსა. ერთადერთი ალბათ რისთვისაც აი ესეთი სიტუაცია სკოლებში ბავშვს კარგად ამზადებს, არის ციხეზე, ბჭყალებში როგორ უნდა შევიდეს. და ამ ყველაფრის ფონზე შეშემო ბავშვებს არ აქვთ ჯერ კიდევ ჯეროვანი ინკლუზიური განათლება, ხარისხიან განათლებას გულისხმობ მე. აი ადამიანი ქვეყნიდან იმიტომ წავიდა უსინათლო, რომ ყავდა მცირე მხედველი შვილი და თავის სოფელში, თავის რეგიონში ვერ ჩამოუტანეს ის დამხმარე მოწყობილობები და აღჭურვილობა, რომელიც სჭირდებოდა. უსინათლო ბავშვებთან ადრეული ჩარევის დონეზე, აი 7 წლამდე მომუშავე სპეციალისტები არ ყვანან. არც მაინც დღის ცენტრებში, აი თქვა 15-18 წლამდე უსინათლო ბავშვებთან მუშაობის ცოდნის მქონე სპეციალისტები არ ყვანან. აი არიან ბავშვები, რომელსაც აქვთ მრავლობითი დარღვევები, თქვა აუტიზმი და სხვა, რომლებიც კარგავენ მხედველობას და ვისთან მიიყვანონ ეს ასეთი ბავშვი და რა გააკეთონ, მშობლებმა წინაშედ არ იციან. და ყველაზე სიმბოლური იყო და ესეთი მწვავე პრობლემა, ვიცით, არის დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვთა მკურნალობა ახალი წამლებით და ამ სამკურნალო პროგრამის შექმნა, რომლის განსაცხადებლად ძალიან კარგი დღე იქნებოდა 1 ივნისი, ხო, ბავშვთა დაცვის დღე. თუმცა ამ თემაზე მთავრობამ არაფერი არ თქვა და არც სხვათა შორის საპატრიარქომ, რომელსაც მშობლები ასევე მიმართავდნენ და მე არ გამოვრიცხავ, რომ ის რომ საპატრიარქოს ამ თემაზე საჯაროდ არც ინტენსიური მუშაობა არ დაუწყია, არ გამოვრიცხავ, რომ ან უთხრეს თუ შეუთვალეს, ან თვითონ ესე ჩათვალეს, რომ ამ საკითხში ძალიან თუ ჩაერთვებიან და იმუშავებენ იმისთვის, რომ ამ ბავშვებმა ეს წამლები მიიღონ, მათ შეიძლება მოუწიოთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის ყოველწლიურად გამოყოფილი, არ ვიცი ახლა უკვე 25 თუ 30 მილიონი არის აი ამ თაღიდან გარკვეული წილის დათმობა. რომ შეიძლება მთავრობამ ეს უთხრას, რომ რაღაცა თქვენც შემოგწირეთ თუ თქვენც დათმეთ თუ ამაში ასეთი მონაწილეობა გსურთ. არ არის ესეც გამორიცხული. აი ესე სამწუხაროდ ჩამთავრდა გუშინდელი 1 ივნისი. თუმცა მე მაინც იმედი მაქვს, რომ იქნებ მომდევნო 1 ივნისამდე, კი არა და უფრო სწრაფადაც რა თქმა უნდა, მაგრამ მომდევნო 1 ივნისს უკვე ეს ბავშვები შეხვდებიან გამართული სამკურნალო პროგრამით, იმიტომ რომ მარტო წამლის ფიზიკური შემოტანა არ არის, ამას ბევრი სხვა რამე ჭირდება კიდევ. აი ამ პროგრამით შეხვდებიან და მშობლებს რა თქმა უნდა გამძლეობას უსურვებ.